მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ამერიკის ჩემპიონატიდან, სადაც გაიმართება მეოთხე ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ელიტის და კოკოლას გუნდები. გაგაცნობთ შემადგენლობებს: კოკოლა კარში გიორგი მამუკაშვილი პირველი ნომერი, დიმიტრი ჩერნიშოვი 23 ნომერი, ირაკლი სულაძე 11 ნომერი, ლევან გვაზავა 7 ნომერი, გიგი წილოსანი 6 ნომერი და ემზარ ნადირაძე 13 ნომერი. რაჭახა ბაილიგას შემადგენლობას: საბა შალიკაშვილი პირველი ნომერი კარში, შაკო მურისძე 28 ნომერი, თოკო სხილაძე 11 ნომერი, დაჩი ბერაია 5 ნომერი, ათილა შაშუკაკიძე და ირაკლი მარსეშვილი ნომიანი მაისური ქიას პარიზებს ღონეს შეხვედრაში. რაც შეეხება გამიგზებს თუ რა გზები გაიარეს ამ ეტაპამდე გუნდებმა, კოკოლა საკმაოდ დამაჯერებლად პირველი ადგილით გავიდა ბეჯ ჯგუფში, მათ ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს და წაუგებელი სერია აქვს ჯერჯერობით ამ გუნდს მოთამაშეებს. რაც შეეხება ლიგას, მათ გაიარეს პრაქტიკულად ბეწვის ხიდი, ისინი ჯერ კიდევ მეხუთე სათამაშო ტურამდე და ტურის ჩათვლით ჯგუფურ ეტაპზე ავდებოდნენ მოწინააღმდეგეს და სწორედ ამის ხარჯზე, მოგესალმებით გრედისონმა წააგო ბოლო შეხვედრა, ამის ხარჯზე გავიდა ლიგა მეოთხე ადგილზე. მაშინზე დაიწყება შეხვედრა, დაიწყო კოკოლამ დაუგორა ბურთი მოწინააღმდეგეს და ნახოთ როგორ გამთარდება მოვლენები. რაც შეეხება ამ შეხვედრას, რა თქმა უნდა ფავორიტად ითვლება კოკოლა, მაგრამ სფეხბურთია, ნახოთ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საკმაოდ აქტიურად დაიწყო პირველ წუთებზე თამაში, ბურთი ჯერჯერობით ლიგა გადაცემა ბერაიასი მურუსტეზე არ გადის, ბურთს დაეუფლება კოკოლა. ჩერნიშოვი ბურთით. აუდანა მოაწოდოს ბურთი ჩერნიშოვმა, გადაცემა მეკარეზე მარცხენა ფლანგიდან სულაძე ბურთით. ბურთი გადაცემა კარგი არის დაჩი ბერაია ჩაჭრა. მისი პასი, რომელიც გვაზავასკენ იკითხებოდა, აუტი. წილოსანი ბურთი ჩერნიშოვი. დაუტოვა იქ წილოსანს ბურთი. ნადირაძე გრძელი გადაცემა, არ გადის საბა შალიკაშვილი. ჩაერთო თამაში, ფლობს ბურთს საკუთარ საჯარიმოში ბერაია. ფლოპ ბერაიას გრძელი გადაცემა, ამ გადაცემასაც ვერავინ მიიღებს. იწყებს ახალ შეტევას კოკოლა. ნადირაძე ბურთი ჩერნიშოვი. მოძრაობა დაუტოვა ისე ნადირაძეს. მოიგერია უკანასკნელი ბურთი მეტოქის ნახევარზე აუტი. ძალიან მაღლა ავიდა პრესინგზე. ელიგა და აიძულა კოკოლას გადაეყოთ ბურთი მეტოქის ნახევარზე. მოიპოვა ბურთი ელიგა. გადაცემა მურუსიძე. ძალიან კარგი არის დაცვაში ჩერნიშოვი. გადააგდო ბურთი აუტზე და ელიგა შეიყვანს ბურთს თამაში აუტიდან. შალიკაშვილი. ბერაია. კარგად მოტრიალდა ბერაია. შემდეგ გადაცემა სხილაძე ბურთით, მოძრაობები წამოიღო სხილაძემ ბურთი, დრას მოიმოქმედებს იგი, მოდის სეტში შემდეგ გადის მაინც გადაცემა მურუსტიძე, მაგრამ მაინც უკან დახევა მოუწია ელიგას. ბერაია გადაცემა, ბურთს ვერ მიიღებდა, ვერ მიიღო კიდევაც ეს ბურთი სხილაძემ და აუტი. ჩერნიშოვი. ნადირაძეზე გადაცემა, წილოსანი მოედის ცენტრში, კვლავ ნადირაძე, ჩერნიშოვი. პირველი რამდენი წამი იყო აქტიური. ამ შეხვედრის ახლა დავარდა საკმაოდები დაუცურდა იქ ფეხი. როგორც ერთ მოთამაშეს, მაგრამ მაინც მადარჩა ბურთი, შემდეგ წილოსანი ვერ გაუგო თანაკუნდელს და ბურთი გადავა ელიგის მხარეს. გააქტიურდნენ ელიგას ბურთს შემატკივრები, სწორედ მათ ჭირდებათ ახლა ყველაზე მეტი თანადგომა და მხარდაჭერა და არაკლებენ მათ ბურთს შემატკივრები ამ გუნდს. შემატკივრობას გვაზავა ბურთით, მოინისეჩ გადაცემა წილოსანს არ გადის ბერაია ძალიან კარგი არის დაცვაში, შემდეგ გაიჭა და გადაცემის გაკეთებისას დაიკარგა ბურთი საბოლოოდ აუტი, რომელსაც მოაწვის კოკაკოლა. ნადირაძე გაყაყარის მაგული ბერაია გადაუნდაწყო, შემდეგ შაკო მურისიძე თამაშობს ხერია და მომენტში და შემდეგ უკვე არღებს ბურთზე თამაშისას შუკაკიძე თამაშის წესებს. ჩერნიშოვი ბურთთან აღმართავს კედელს, შეხვედრებს თავარი არბიტრი. ნახოთ რას მოიფიქრებს ჩერნიშოვის სტანდარტიდან. გამორბენი დარტყმა კარის მოხლებით კედელში მდგომ ერთადერთ მოთამაშეს ხვდება ბურთი, თუმცა აუტით რჩება კვლავ კოკაკოლა. ნადირაძე გავხერხულად მიიღო ბურთს, შემდეგ დაუგო მეკარეს, მონახა მეკარემ ჩერნიშოვი
სულაძეზე გადაცემა და პირველ თამაშის წესები უკვე მეორე დაარღვა ერთთვიანი ინტერვალში შუკაკიძემ თამაშის წესები ათამაშა ჯარიმა კოლოპოლამ ჩერნიშოვი გადაცემა შემდეგ ნადირაძეზე დარტყმა კარის მმართველობით კარგი არის საკომუნიკაციო დაცვაში კიდევ ერთი დარტყმა არაზუსტია ეს დარტყმა ნადირაძე უყავდა კარის მმართველობით შალიკაშვილი ბურთით აიწერა ცოტა ბურთის შეყვანის პროცესი დააგდო ბურთი შალიკაშვილმა გრძელი გადაცემა მიიღო მურუსძემეს ბურთი შემდეგ სხილაძე პირველია ბურთზე ძალიან კარგად მოტრიალდა სხილაძე ძალიან კარგი შანსი ელიგას ჩაწოდება მაგრამ კარგი არის ამ მომენტში ჩერნიშოვი რუსიძე დაბალი ჩაწოდება საჯარიმოში ახლა შაკომურსეს აქვს შანსი არ გადის გადაცემა კარგი არის სულაძე პრესინგზე მაგრამ ბურთით მაინც რჩება ელიგა ათამაშა ბურთი ავტონა ელიგამ ძალიან ცუდია და არასდროს დარტყმა შაკომურსის მხრიდან ბურთი გადის საერთოდ მონის ფარგლებს მიღმა და კარგად უნდა განაახლოს თამაში კოლოპოლამ საკმაოდ დაბალი ტემპი არის თამაშის როგორც უკვე ახსენეთ დაახლოებით 6.5 მიიწურა პირველი ტაიმის ანგარიში 0-0 ნახოთ როგორ გამთარდა მოვლენები ასე თუ გავწევდა არა გამორიცხული პენალტების სერიაც ვიხილოთ პირველად ამ ტურნირზე ვინაიდან რაც უფრო მეტი დრო გავად რაც უფრო დრო დარჩება სათამაშო პერიოდის მით უფრო აღარ გარისკამი გუნდები ვინაიდან ერთგულსაც შემდეგ უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ასეთ შეხვედრაში ალპენ ვაწვის ბურთს ნადირაძე მაგრამ როგორც ჩანს არასწორად გააკეთა ეს მაღლაწიებული შესაბამისად ბურთი გადაეცა ელიგას მხარეს ძალიან ცუდად გაითამაშა ბურთი ელიგა მომენტში მაგრამ ძალიან კარგი არის დასწრებაზე შაკომურუსიძე ჩაჭრა გადაცემა სულაძე მიიღო ბურთი ცალკე დამუშავებიდან ხელშეუშალა იქ დაჩიბერაიამ რომელმაც აუცე გადააგდო ბურთი ძალიან კარგი არის დაჩიბერაია დაცვაში მიუხედავად იმისა რომ ის გუნდს არ ქონდა თქვა სამყო ჯგუფური ეტაპი ძალიან სტაბილური და ძალიან კარგი მცველი არის დაჩიბერაიას და ახლა მოიგერია მანისიო ბურთი ახლა ძალიან ცუდი თამაში ამ მომენტში გვაზავა შანსი აქვს დარტყმა კარის მმართველობით არაზუსტია ძალიან კარგი შანსი გააცვიდა ამ მომენტში გვაზავამ შუკაკიძე მოინიცენში კარგი ცრმოძრაობა ერთი გადაცემის გაკეთება საჭირო არ ეკეთება გადაცემა შუკაკიძე უკან ძალიან მოუწევ ბურთის დახევა შაკომურუსიძე ბურთით გრძელი გადაცემა სხილაძე დარტყმა კარის მმართველობით და არაზუსტია ძალიან კარგი შანსი ჰქონდა სხილაძე ამ მომენტში სულ მარტო იყო იგი ყოველ საჯარიმოში გააქტიურა ნინოა თამაში ახლა უკვე გვაზავას აქვს შანსი მაგრამ ძალიან კარგი არის შეუდარებელია დაცვაში დაჩიბერაია არაცალამეტოქის ბურთის დამუშავების არ მისცა ბურთის დამუშავების საშუალება შუკაკიძე ბურთით იყო ვერ გაეკვა ამ სიტუაციაში ახლა უკვე კოლოპოლა ნადირაძე პატროცულაძე გადაცემა არაზუსტი არის გვაზავა ბურთით დარტყმა კვლავ დაჩიბერაია ძალიან კარგი არის დაცვაში შუკაკიძე მოძრაობა კარგად წამოიღო შუკაკიძე მაგრამ კარგი არის დაზღვევა შემდეგ წილოსანი დაეხმარა საკუთარ თანაგუნდელს ჩერნიშოვს დაცვაში ნადირაძე გრძელი გადაცემა კვლავ ბერაია დაცვაში თამაშობს მოიგერია ბურთი კარგი გათამაშება დარტყმა კარის მმართველობით როგორ უწყნარ სიტუაციაში გააკეთა გადაცემა ნადირაძემ გვაზავაზე მე ძალიან კარგად მოტრიალდა დარტყმა კარის მმართველობით მაგრამ ძალიან კარგი იყო შემდეგ კარში საბა შალიკაშვილი კიდევ ერთი დარტყმა დაიბლოკა ეს დარტყმული შუკაკიძე ბლოკავს ამ დარტყმულს და აუტი ასე თუ ისე საფათო მომენტები უკვე შექმნის როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მოთამაშეებმა და იმედია კიდევ უფრო საინტერესო და საფათო მომენტებს ვიხილავთ ამ შეხვედრაში თამაშს ბურთი აუტიდან საკმაოდ მოგებარი იყოს გადაცემა ბურთი მაინც არის კოლოპოლა ნადირაძე ბურთით გადაცემა გვაზავაზე პირველი არის შაკომურუსიძე მოიგერია ბურთი თუმცა ბურთით არის კოლოპოლა შეიყვანს ბურთს თამაში აუტიდან ჩერნიშოვი მამუკაშვილი ბურთით წილოსანი კვლავ მამუკაშვილი კვლავ წილოსანზე გადაცემა შემდეგ
და მაღალი ბურთი გვაზავა მიიღო ბურთი, თუმცა ვერ დაამუშავა ხელიანად დაჩიბერაია მოიგერია ბურთი საბოლოოდ ბურთი მიდის კოლკოლას მეკარამდე მომუკაშვილი ბურთით დააგდო იქვე წილოსანზე სულაძე კარგი გათამაშება ძალიან ჭკვიანი გადაცემას აკეთებდა წილოსანი, თუმცა არ გადის მიუხედავად ჩანაფიქრის დაჩიბერაია და მოიგერია ბურთი ჩენიშოვი წილოსანი სულაძე გაითამაშა კარგი ბურთი, მაგრამ შემდგომ ძალიან ტექნიკურად თამაშობს მურუსიძე და როგორც ჩანს კუთხური სწორედ ირაკლი მურუსიძისგან დატოვა ბურთმა მოვიდეს სპარგლები კუთხურს მოასწრის კოლკოლა გადაცემა ჩერნიშოვზე დარტყმა კარის მმართველობით ვერაია კვლავ ეხუბება ამ დარტყმულს არაძლევს კოლკოლა ჯერჯერობით ლიგას სამის უმეტეს საშუალებას კიდევ ერთი დარტყმა კვლავ დაჩიბერაია არის პირველი კიდევ ერთი დარტყმა და ახლა უკვე არავის არ უყურებს შეეხო მაინც ლიგას ერთ-ერთ მოთამაშეს კიდევ ერთი და მორიგი კუთხური კოლკოლასთვის ათამაშდა ეს ბურთი დირაძე დარტყმა კარის მმართველობით ძალიან საფათო იყო ეს დარტყმულიც თუმცა არაზუსტი შალიკაშვილი კვლავ წელავს ბურთის თამაში შეყვანა გრძელი გადაცემა სხილაძე ძალიან კარგი შანსი აქვს დარტყმა კარის მმართველობით და ახლა უკვე დაუბრუნა პასუხი მამუკაშვილმა შალიკაშვილი ძალიან კარგი ბურთი მოიგერია სხილაძე პრაქტიკულად ერთ-ერთზე იყო ამ მომენტში და ვერ გამოიყენა ეს შანსი წილოსანი გადაცემა გვაზავაზე არ გადის კარგი არის პრესინგზე ელიგა წილოსანი გაათამაშებს საუთს ნადირაძე ჩერნიშოვი სულაძე დარტყმა კარის მმართველობით და არაზუსტია ეს დარტყმული თუმცა იყო ძალიან სახიფათო ნელ-ნელა ქმნიან უკვე მომენტებს როგორც ერთის ენერგოს მოთამაშეები აქ მურუსიძე დაიკარგა ბურთი მოედის ცენტრში შემდეგ ჩარიმაზე აპელირებს როგორც ჩანს სულაძე მაგრამ არბიტრი მიიჩნევს რომ არ იყო თამაშის წესების დარღვევა ხოლმე დაუდი კოლკოლას წილოსანი გაათამაშა ჩერნიშოვზე ნადირაძე დარტყმა ძალიან არაზუსტია ეს დარტყმული დარტყმა კარიდან ბურთი აქვს ელიგას დაუგდო შალიკაშვილმა ბურთი ბერაიეს გრძელი გადაცემა არ გადის არაზუსტი არის გადაცემა წილოსანი ძალიან კარგად ფლობს და მიიღო ბურთი მოედის ცენტრში თუმცა დაიკარგა იქვე კოლკოლას მხრიდან სხილაძე მოედის ცენტრში მას დაკარგა ბურთი მაგრამ ბურთი მაინც მიდის ელიგის ერთ მოთამაშემდე აკაკელას დარტყმას ლანობდა დაჩიბერაია რომელიც არ გამოდის დარტყმა კარიდან წილოსანი ბურთით ამასობაში დაახლოებით მე-13 წუთი მიმდინარეობს პირველი ტაიმის ანგარიში 0-0 ძალიან კარგად წამოიღო ბურთი წილოსანმა დარტყმა კარის მმართველობით შალიკაშვილი იგერიებს ამ დარტყმულს შემდეგ დამატებაზე ნადირაძე არაზუსტი და სუსტი იყო ეს დარტყმული და ბურთით არის ელიგა შაკუმუსიძე გაიჭედა გადაცემის გაკეთების მომენტში შეიძლება დარტყმა ახლა კეთდება ხორცელება ეს დარტყმა მაგრამ აჯობა წილოსანს ამ მომენტში შალიკაშვილმა ძალიან ცუდი შეცდომა დაუშვა ამ მომენტში ელიგამ თუმცა გამოასწორა ათმანე კარემ ეს შეცდომა ახლა უკვე თორემ სხილაძემ ვერ შეიმაგრა ბურთი ხეირიანად და მარცხენა ფლანგიდან ავითარებს დახორციელებს შეტევას კოლკოლა შეცვალა შეტევის ფლანგი ნადირაძე ჩერნიშოვი კარგი გათამაშება თუმცა აქ უნდა შეერგინა გვაზავას მონის ცენტრში სწორედ მასზე ეკითხებოდა შემდეგ ეს გადაცემა სულაძის არ გადის სხილაძე მონის ცენტრში საკუთარ ნახევარზე დაჩიბერაია შალიკაშვილი გრძელი გადაცემა ვინ თამაშობს ამ ბურთზე სილოდა შუამიწებზე თამაშობს თუმცა დაარყვა თამაშის წესები როგორც ჩანს ჩერნიშოვის წინააღმდეგ ნადირაძე გადაცემა წილოსანზე ბაზალზე კეთებდა ეს გადაცემა მაგრამ ისე ჩაუჭა დაჩიბერაია აუტი ახლა ზოგადად ბაზავა ისე მაღალია უკვე მოაწოდა წილოსანმა და მოგცემდა ეს არის თამაშის წესების დარყვა ბურთი დარჩება ელიგას ჩიბერაია ბურთი და გააქტიურდა ისე ელიგას გააქტიურდნენ ელიგას გულშემატკივრები მურუსიძე ბურთით ართა ბურთი ნადირაძე წილოსანი სულაძე ბურთით დარტყმა ვერ გამოვიდა მაგრამ ვერ მოიგერია ბურთი ამ მომენტში ჩიბერაიამ კარგი გათამაშა მოდის ცენტრში წილოსანი შემდეგ არ გადის გვაზავაზე გვაზავა მაინც მოხდა დარტყმა მაგრამ კარგი არის შაკომურისძე ამ მომენტში
დაბლოკა ეს დარტყმული გაათამაშა ძალიან სწრაფად აუტი კოკოლამ დარტყმა და ძელს ხდება ბურთი წილოსანის დარტყმის შემდეგ და არ ყავს თამაშის წესებს ახლა უკვე თორნიკეს ხილაძე ყორაღა თქმა ძალიან ახლა აწენენ ფეხი წილოსანი კიდევ ერთ დარტყმას თუ ვიხილავთ დარტყმა ახლა უკვე დაჩბერა იღება ამ დარტყმას მაგრამ როგორც ჩანს იქამდე დატოვა ონის ფარგლები ბურთმა დაჩბერაია გაითამაშა აუტი შალიკაშვილი კლავ ბერაია გაიჭედა ელიგა საკუთარ ნახევარზე მოიგერა საბოლოოდ მაინც ბერაიამ ბურთი ძალიან მჭიდრო პრესინგს თამაშობდა ამ მომენტში ვაზა თვალხების უაძის დუეტი ცირე ინციდენტი როგორც ჩანს ასეთ მაყურებელს მოხდა სახეში ბურთი ბერაიას მოგერიების შემდეგ აღმოჩინეს ექვე დახმარება განახლდება ცოტა ხანში თამამბელი შეხვედრა ამასობაში დაახლოებით 16 წუთი გავიდა პირველი ტაიმის ანგარიში ლაუფრენ 0-0 სავარაუდოდ ასეც დასრულდება პირველი ტაიმი მედია რაიმე უფრო სანახაობის შემოთავაზებენ მეორე ტაიმში გუნდები ბურთი უნდა შეიყვანოს თამაში ლევან გვაზავამ აგორა ნადირაძეზე დარტყმა ვერ მოიგერია ხელიანად ბურთი შაკაბულოსთან შემდეგ აუძე გადააგდო ბურთი ნადირაძე ჩერნიშოვი მარტო არის საკუთარ ნახევარზე ნადირაძე შემდეგ მაღალი გადაცემა ხდება ირაკლი ძეს და იძულებულია კოკოს მეკარე მოიგერიოს ბურთი ახლა უკვე ბერაია იგერებს საკუთარი საჯარიმოდან ბურთს წილოსანი აუტიდან გაათამაშა ბურთი ჩერნიშოვი ნადირაძე გადაცემა არის ორთაბრძოლა გვაზავას და დაჩბერაიას რომელიც დაჩბერაიას გამარჯვებით დასრულა მოიგერია ბურთი დაჩბერაიამ მაგრამ ბურთით არის კვლავ კოკა-კოლა წილოსანი ჩერნიშოვი სულაძე მარცხენა ფლანგზე წილოსანი საკუთარ ნახევარზე მარჯვენა ფლანგზე და გრძელი გადაცემა არაზუსტი არის ეს გადაცემა შალიკაშვილი პირველია ბურთზე არჩხარობს კვლავ შალიკაშვილი გრძელი გადაცემა მიიღო ბურთი მოენის ცენტრში თორნიკეს ხილაძემ გადაცემა შემდეგ მოისწრეზე აქვს შანსი დარტყმა კარის მმართველობით იგერიებს ამ დარტყმას მამუკაშვილი ნიცენტოში შემდეგ წილოსანი გრძელი გადაცემა გვაზავაზე აქაც პირველი არის შალიკაშვილი კარგია დღევანდელ შეხვედრაში ჯერჯერობით ელიგას მეკარე უკვე ძალიან ცრად თამაშობს გიგი წილოსანი მოედნის ცენტრში ართო ბურთი მურუსიძე შემდეგ გავგებარი გათამაშება და ბურთით რჩება კვლავ კოლა შენიშოვი ბურთით სულაძე მარცხენა ფლანგზე აიქცა ბურთი და აუტი მოიპოვა საბოლოოდ ელიგამ მურუსიძე ბურთით ბერაია გადაცემა შუკაკიძეზე წაიღო ბურთი დაიკარგა მოენცეთში ბურთი მეორე სართულზე ორთაბრძოლა დარჩა გამარჯვებულია ორთაბრძოლაში წილოსანი თუმცა მისი ბურთთან შეხების შემდეგ ბურთი არ მიდის კოკოს არცერთ მოთამაშემდე აუტი გაათამაშა ახლა ელიგამ კარგია ეს დახეში ნადირაძეა კარგი იყო რა წამეპარა მეტოქეს სულაძე მაგრამ ბურთით მაინც კოკოლა დარჩა და ხდება როგორ ვერ შეუცვალა ტრაექტორია და როგორ შეეხოხეირიანად ბურთს გვაზავა პრაქტიკულად ცარიელ კარში ვერ მოახერხა მან ბურთის გადაგზავნა არ და როგორ გამუშავებულად და ძალიან კარგად გაითამაშა ბურთი ამ მომენტში კოკოლამ ასეთებიც ხდება რა თქმა უნდა შეეძლო ძალიან მარტივად დაწინაურება კოკოლას თუმცა ვერ მოახერხა ეს გუნმა ტაიმის მიწურულს ამასობაში დაახლოებით 1 წუთი შეხვედრის დასრულებამდე დააღვა კიდევ ერთხელ თამაშის წესები შუკაკიძემ და ეს უკვე მისი მესამე დაგროვა თუ არ ვწდები და ყვითელ ბარათი საავადმყოფო უნდა მიიღოს კი ბატონო იღებს კიდევაც ყვითელ ბარათს ლაშა შუკაკიძე საავადმყოფო ეს იქნება პირველ ტაიმის ბოლოს შეტევა როგორც ჩანს დაახლოებით 2 წუთს ამატებს თავარი არბიტრი პირველ ტაიმს უნდა იყო იქ ცირე
დროის გაწევა კუთხურს მოასწრის კოლკოლა ცრავად ჩენეშოვი ბურთით დარტყმა გარის მართლებით მურსიძე იღებდა ამ დარტყმულს და აუტი გაზავა გაითამაშა ბურთი აუტიდან წილოსანი ნადირაძე ბურთით მოწია უკან დახევა ბურთის როცა მეკარეზე შემდეგ ჩენეშოვს ასწრის ბურთს მეკარე სულაძე არა ეს თამაშის წესების დარღვევა როგორც ჩანს წილოსანი ბურთით სულაძეს დაუტოვა არ გამოს თუმცა მაინც წილოსანი არის ბურთით რის ცენტრში ნადირაძე აჯან ფლანგიდან შეეწია ცენტრისკენ დაცემა ბაზავაზე არ გადის ის მეორე სართულზე როგორც ერთ მერგუც მოთამაშეები იბრძვიან დარტყმას მაგრამ ყოველ დაჩიბერა იღებდა ამ დარტყმას მე რამდენად გადაარჩინა უკვე გუნდი დაჩიბერაიამ ეზი თავგანწირული შრომით და გარჯით დაკითხა წილოსანი და მე რამდენად მოვიდეს კოლკოლის მეთამაშეს და მესამე დაკარგეს ბურთი აუტის არასწორად დათამაშების გამო ერაია ბურთით ელიგა განაახლებს თამაშს გადაცემა კარგი არის მურიძე ამოჭი დაუგდოს ხილაძე მიიღო შეიმაგრა ბურთიანად მოძრაობა არ გამოდის კარგი არის დაცვაში ნადირაძე შემდეგ არ გადის გადაცემა წილოსანზე აუტი ერაია მაღალი გადაცემა შალიკაშვილის სულიად უმისამართო და არაზუსტი ეს გადაცემა მუკაშვილი ახლა უკვე გრძელი გადაცემა მისი მხრიდან ჩაიჭრა აშაკო მურუსიძის მხრიდან ბურთით არის სულაძე მოიპოვა ბურთი ამ მომენტში ელიგან თავისწესების დარღვევა აღიზარებს მაინც აძლევს უპირატესობას არბიტრი დარტყმა გარის მმართველობა მაგრამ მაინც უნდა დაენიშნა ალბათ ჯარიმა მომენტში ასეთი დრო იყო გასული მომენტია როდესაც კოლკოლის მოთამაშემ დაარღვია თამაშის წესები აუც მოასწრის ახლა უკვე ელიგა გადაცემა შაკომურცეზე არაზუსტია და დაასვა პირველი ტაიმი არბიტრმა შევისვენოთ დაახლოებით 5 წუთი ანგარიში ფრე 0-0 შევისვენოთ ცოტა ხანი და ვნახოთ რა შემოგთავაზებენ გუნდები მეორე ტაიმში მაშასე გიბრუნდებით მეორე ტაიმის ზუსტ მოყურებლებო პირველი ტაიმის შემდეგ მოხსენებათ ანგარიში არის 0-0 ქონდათ მომენტები როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მოთამაშეებს თუმცა არ გახსნილა ჯერჯერობით ანგარიში ამ შეხვედრაში ნახოთ რა მოიფიქრეს შესვენებაზე გუნდებმა ელიგა კოლკოლის წინააღმდეგ ეს არის მეოთხე ფინალური შეხვედრა მოიხსენებათ ხორეკას ჩემპიონატის ჩვენი გენერალური სპონსორია სნეკი მისთვის ჩანსაღი პროდუქცია რომელსაც აწარმოებს სნეკი მეორე ტაიმის დაიწყებს ელიგა დაუბრუნდნენ ბურსის მოწინააღმდეგეს როგორც მოწინააღმდეგე გააკეთეს პირველ ტაიმში და განახლდება ჩვენი შეხვედრა განახლდა ჩვენი შეხვედრა და აბა ახლა დაიწყო მეორე ტაიმი კოლკოლამ მურუსიძე ბურთი დაიკარგა კოლკოლის მხრიდან დარტყმა გარის მმართველობით ჩერნიშოვი კარგი არის დაცვაში არ მისცა მურუსიძეს კარისკენ დარტყმის საშუალება ერაია დარტყმა საკმაოდ ძლიერი ახლა უკვე ბურთს გადაეღულა ირაკლი სულაძე კოლკოლის ერთ-ერთი ნომერი აუდენ მოეწყოს ელიგა ბურთს გადაცემა შაკომურცეზე ზაგადეკმოე თამაშობს მურუსიძეს ხილაძე ბურთით რომ მოძრაობა არ გამოვიდა საბოლოოდ წინსვლა მოიგერია ბურთი კოლკოლამ და არ ჩანდა აქში სამწუხაროდ საინტერესო რა ეთხოვენ კოლკოლის მოთამაშეები სავარაუდოდ ეს იყო საჯარიმოს გარეთ თამაში ხელით მეკარის მხრიდან როგორც ჩანს არ რეაგირებს ამ მომენტზე მთავარი არბიტრი სხლაძე ვერ ახერხებდა წამოდგენას შემდეგ წამოდგა იგი საბოლოოდ და განახლდა კვლავ შეხვედრა შალიკაშვილი გრძელი გადაცემა როგორც ჩანს ბურთი გადაუგდეს უბრალოდ კოლკოლის მოთამაშეებს გრძელი გადაცემა ჰაერიდან დაარტყა პირდაპირ კარში წილოსანმა და არაზუსტი არის ეს დარტყმა შალიკაშვილი
დააგდო ბურთი, გრძელი გადაცემა, მოარტყა და გვაზავას, შემდეგ ბერაიამდე მიდის. ბურთი დარტყმა კარის მიმართულებით, საკმაოდ და კიდევ ერთი დარტყმა, ხალხის ხილაძე უტყობდა კარის მიმართულებით, ძალიან რთული ბურთი მოიგერია მამუკაშვილმა, პირველი დარტყმა საკმაოდ ხერხული იყო. თუმცა შეძლო მაინც რეაგირება მომენტში გაუყოლას, მეკარემ გააქტიურდა უმალვე ელიგას გულშემატკივარი. შემდეგ ბურთი დარჩა კოლოკოლას აუტიდან შეიყვანეს ბურთი თამაში, სულაძე კარგი ცრუ მოძრაობა, კარგი არის ამ მომენტში უკვე მურუსიძე, ირაკლი, ვოინის ცენტრში გაიჭა და შემდეგ გააკეთა გადაცემა ორი ძმაზე შაკო მურუსიძეზე. მოტრიალდა კარგად შაკო მურუსიძე, ვოინის ცენტრისკენ შეიწია, წაიღო ბურთი გადაცემა შუკაკიძეზე და გადალაში შუკაკიძემ ბურთი, ახლა უკვე შეტევაში მირბის ნადირაძე ვერ დაეწია ბურთს. გაიქცა ვოინის კარგებს გარეთ ბურთი დარტყმა კარიდან შალიკაშვილი გადაცემა მურუსიძეზე. მოდრის ცენტრში მურუსიძე დაიღო თამაშის წესები. დაამუშავა ბურთი იქამდე ირაკლი მურუსიძემ და დაარღვია თამაშის წესები ნადირაძეზე. წილოსანი ბურთით დაუტოვა ბურთი ჩერნიშოვს, სწორედ კაპიტანი გაათამაშებს საჯარიმო დარტყმიდან. ბურთს დაიწყებს საკუთარი გუნდის შეტევას სულაძე, წილოსანი ვოინის ცენტრში შეიმაგრა ბურთი, სულაძე ტრიალდა წამოვიდა საკუთარ ნახევარზე, შემდეგ ისევ მეტოქის ნახევარზე გადადის, ისევ თამაშის დარღვევა. ეთელი ბარათი მიიღო, როგორც ჩანს. ელიგას ერთი მოთამაშე, ცოტა გაურკვეველი იყო ის მურუსიძე იყო თუ სხილაძე ამ მომენტში, სავარაუდოდ იყო ირაკლი მურუსიძე და ეთელი ბარათი ასევე აჩვენა კოლოკოლას მხარეს ფორსტები ეს იყო მეკარე არ გამოჩნდა კაცის სამწუხაროდ. სავარაუდოდ მან მიიღო ეთელი ბარათი გადამეტებული რეაქციისთვის. გამორგენი დარტყმა კარის მიმართულებით ბურთი ხვდება ირაკლი მურუსიძეს. აუტი ნადირაძე ბურთით გადაცემა ვაზავა ძალიან კარგად თამაშობს და არ არის როგორც თამაშის წესების დარღვევა, ძალიან ტექნიკური იყო ამ მომენტში. ვაზავა აცხა ფლანგზე გადაცემა ვერ გონევა ვაზავა როგორც ჩანს იტკინა რაღაც მიეხმარა იქ საბაშალიკაშვილი. თუმცა ვერ ახერხებს მაინც წამოდგას, ახლა წამოდგა ვაზავა. ისე ვერ ახერხებს წამოდგომას, ახლა კვლავ წამოდგა როგორც ჩანს ძალიან წალედ მოხვდა მას ოცლის არეში მეტოქის ხელი. შალიკაშვილი ბურთით ისევ სტკივა, ისევ იტკიებს რაღაცას ლევან ვაზავა. როგორც ჩანს ამ მომენტს გადაამოწმებს თავი არბიტრი. Darga chance mazda. გაიწელა ეს მომენტი. არ კამერით ამოწმოს ამ მომენტს. შეხვედრის ასევე მთავარი არბიტრი. კარიდან როგორც არ არის თამაშის წესების დარღვევა ამ მომენტში. შალიკაშვილი შეიყვანს ბურთს თამაში. დააგდო ძირს ბურთი, გრძელი გადაცემა, არასოდეს არის ეს გადაცემა, ვერ მიიღებს ამ ბურთს შუკაკიძე აუტიდან. დარტყმა კარიდან როგორც ჩანს მამუკაშვილი ბურთით. გადაცემა სულაძე ძალიან კარგი არის სულაძე ამ მომენტში წილოსანი ბურთით, შემდეგ არასოდეს არის გადაცემა სულაძეზე, სხილაძე. გადაცემა შუკაკიძეზე, კვლავ სხილაძე. ბურთით, კარგი ცრუ მოძრაობები, აქვს სამოთამაშე წინადები წავა თამაშის სხილაძეს და დაერღო თამაშის წესები.
ყველას ერთ-ერთი მოთამაშის მხრიდან ჯარიმა. საკმაოდ საფრთხე სტანდარტი ელიგასთვის სტანდარტი ყოველთვის სახიფათოა რა თქმა უნდა იმ ფეხბურთში. სხივაძე ბურთი ჯერჯერობით ხოლმე არის ბურთთან ისგან შორი ახლოს დგას ირაკლი მურუსიძე. ახოთ რას მოიფიქრებენ ელიგას მოთამაშეები ამ მომენტში. ამხნევებენ შემოდგება ელიგას დაწყმა კარის მართულებით მურუსიძე უყავდა არასდროს ეს დარტყმული. ამუკაშვილი რაცემა დირაძეზე შემდეგ გვაზავა ვერ მიიღებს ამბობს როგორც ჩანს ელიგას მოთამაშე დატოვა. ბურთმა მოედანი კარგი ჩანაფიქრი მაგრამ ახლა უკვე კარგი არის დასვაში შაკო მურუსიძე. გვაზავა კუთხურიდან თამაშა კუთხურიდან ბურთი დარტყმა კარის მართულებით ძალიან არასწორი არის ლოს-ანჯელესის დარტყმა დარტყმა კარიდან. შალიკაშვილი დააგდო შალიკაშვილმა ბურთი გძელი გადაცემა ძალიან გარისკა შალიკაშვილმა თითქმის ჩაჭრა ბურთი სულაძემ თითქმის არა პრინციპში ჩაჭრა უბრალოდ არ წავიდა გარისკენ მისი შეხების შემდეგ ბურთი ახალი გადაცემა თამაშის წესების დარღვევა არ შეიძლება ამ შემდეგ ბურთს გადამაშება რაც დატოვებს ბურთი მამის ფარგლებს ყავაჩერებს შეხვედრას მთავარი არბიტრი ახლა უნდა განაახლოს თამაში კოკა-კოლამ დარტყმა კარის მართულებით არაზუსტია საკმაოდ სუსტიც ეს დარტყმული ერაია ძელი გადაცემა გარდამოსდა კახში თამაშობს ბურთზე როგორც ჩანს ბოლოს ბურთზე იქნება კოლკოს თამაშები კუთხური კაბალი ჩაწოდება დაიბლოკა ეს ჩაწოდებული კიდევ ერთი კუთხური პირდაპირ კარში დაარტყა მურუსიძემ აუჩენი შევთამაშოს ბურთზე ახლა უკვე აუტი უნდა მოაწოდოს ამჯერად ელიგამ დაიკარგა მალევე ბურთი ძალიან კარგად ამოდის შეტევაში ყველა მაგრამ ძალიან კარგი არის დასაწყობაზე შაკო მურუსიძე და არაცალა ლევონ გვაზავას იცი თამაში ჩაიჭრა ეს გადაცემა აუტის გათამაშების შემდეგ სხივაძე დაკარგა მას მალევე ბურთი შემდეგ დაჭერა ის ბურთი ნიგერია კარში უტყავდა პირდაპირ აიჭრა ბურთი და აუტი ნადირაძე ბურთით წილოსანი ეს ძელი გადაცემა გვაზავა ვერ მიიღო ამაში ბურთი და აუტი ბერაია ბურთით შალიკაშვილიძე გადაცემა მოიგერია შალიკაშვილმა ახლა უკვე მეკარე იღებს ამ ბურთს დირაძე კარგი თამაშება გვაზავა წილოსანი გვაზავა დარტყმა კარის მართულებით და გაიხსნა ანგარიში 1-0 ხდება ანგარიში დაწინაურდა კოლკოლა აი ეს ძალიან კარგად ამოვიდა დაცვიდან კოლკოლა ძალიან კარგად გაითამაშეს ბურთი გაითამაშა ბურთი გვაზავას და წილოსანის დუეტმა საბოლოოდ გვაზავა ახერხებს ჯერჯერობით პირველი გოლის გატანის ამ შეხვედრაში გვახსოვს გვაზავას ის მომენტი როდესაც არემ კარში ვერ მოახერხა მან ბურთის გადაგზავნა და ახლა უკვე ახსნა მაინც მოახერხა ერთი გოლის გატანა გვაზავამ ცვლილება ხორციელდება ლიგას შემადგენლობაში შვაგიძე ტოვებს მოედანს ეცვალა იქ 28 ნომერმა ახოთ რას მოუტანს ეცვლება ლიგას ახლა ალბათ უნდა გააქტივდეს უკვე ელიგა ვინაიდან უკან დასახევი გზა მათ არ გააჩნიათ და ჯერჯერობით მათ აქვს დაახლოებით 9 წუთი ალბათ გაემართება დაახლოებით 1-2 წუთი დაახლოებით 10-11 წუთი რჩება იმისთვის ელიგას რომ გაათანაბროს მინიმუმ ამ შეხვედრაში ანგარიში ირაკლი მურუსიძე ბურთით კარგი არის გვაზავა ჩაჭრაზე საბოლოოდ აუძე გადადის ბურთი და შაკო მურუსიძე ბურთით ბურთი არასდროს გაცემა მაგრამ ბურთთან მაინც არის პირველი ირაკლი მურუსიძის მოძრაობები შემდეგ სულაძე კარგი არის საფინალზე
როგორც ის ბურთით რჩება იგი წარმატებული და ნაყოფიერი იყო მის ეს პრესინგი ავტოა ბურთი ნადირაძეს შენიშოვებოდ ძელი გადაცემა ერე თამაშის მოსახელზე ძალიან კარგად შემდეგ სხილაძე ჩამოიღებოდი და ამუშავა კარგი მოძრაობა კიდევ ერთ მოძრაობას წავიდა სხილაძე არ გამოვიდა შემდეგ მოიგერია ბურთი წილოსანმა დარტყმა კარის მმართველობით ბერაია უტყავდა და აიღო მეკარემ საკმაოდ რთული ბურთი უთხოვიან და გაათამაშოს ბურთი ლიგამ გათამაშება ჩაჭარეს გადაცემა სულაძე აუტი ბერაია დარტყმა კარის მმართველობით მოიგერია ეს დარტყმული დაიღო ამ დარტყმის გვაზავა და დარტყმა საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტა ლევანი იყო არბიტრმა ამ მომენტში აშკარა იყო რომ იქ კოკოლას მოთამაშისგან დატოვა ის ფარგლები ბურთმა წილოსანი ბურთით ნადირაძე მაღალი გადაცემა გვაზავნა იყო სადაც გვაზავნა არ მიდის გვაზავნა ბურთი ირაკლი მურუსიძე ბურთით გაცხა ფლანგზე საკამურისზე საკუთარ ნახევარზე ფუძს შეწყდა ელიგა შეტევაში ძალიან კარგი მოქმედება სხილაძის და ირაკლი მურუსიძე ვერ გაერყვა ამ სიტუაციაში შემდეგ წამოიღო ბურთი კოლაკოლამ კარგი არის წელს ამ მომენტში ბურთი მაინც მიდის საბოლოოდ ხალიკაშვილამდე სხილაძე ბურთით ვერ დაამუშავა ბურთი ხეილიანად სხილაძემ და დაკარგა ბურთი აუტი კოლაკოლას გადაცემა ამბურზე პირველ თამაშობს წილოსანი შემდეგ ვერ მოყვა ბურთი სულაძემ ირაკლი მურუსიძე და საკმაოდ სახიფათო თამაში სულაძის მხრიდან სავარაუდოდ ისხება ყოფილი ბარათი არა თავს როგორც ჩანს ყოფილი ბარათს ორი არბიტრი ირაკლი სულაძეს და დაინო ინტერმის ხდება სახიფათო შეფთავაზებს ნახოთ გარემოდა ელიგა ათამაშის ბურთი გაატარა ბურთი სხილაძემ შაკამურისის შემდეგ კარგად ეთამაშა მას ნადირაძე მოიგერია ბურთი ამ მომენტში მურუსიძემ ალბათ უნდოდა რომ გაეკეთებინა გადაცემა საკუთარ თანაგუნდელზე მაგრამ ვერ ხედავდა მოედანს და საბოლოოდ აუძე გაეძის ბურთი ნადირაძე დაბალი გადაცემა გვაზავაზე არ გადის გავიდა უბრალოდ შემაგრა გვაზავა ბურთი და აუტი ბერაია სხილაძე გაითამაშა საკუთარ თანაგუნდელთან შემდეგ ვერ ახერხებდა წინსვლას ელიგას მოთამაშეები და ჩიბერაია ბურთით სხილაძე ბერაია დარტყმა შორეული ეგრევე ნადირაძე და აუტი სხილაძე გადაცემა მურუსიძეზე ბერაია დარტყმა კარის მმართველობით კიდევ ერთი არაზუსტია როგორც ჩანს კოშაკი იყო მომენტში და კუთხური ირაკლი მურუსიძე შეწყდა კუთხურის გათამაშებისას მაღალი გადაცემა შაკამურისძეზე მოძრაობა წარმატებულია მაგრამ კარგი არის დასაწყისაზე სულაძე და ძალიან კარგად ჩადგა კორპუსი გაატარა მონის ფარბებს გარეთ ბურთი დარტყმა კარიდან ამასობაში მდგნარეობს და იწურება შეხვედრის მე-16 შეხვედრის მეორე ტაიმის მე-16 წუთი სულაძე ძალიან კარგი არის დარტყმა კარის მმართველობით ძალიან კარგი სევი შალიკაშვილი შეეძლო სულაძეს გადაცემის გაკეთება გვაზავაზე თუმცა გადაწყვეტა კარისკენ დარტყმა და აუღო მეკარემ სხილაძე წამოიღო ბურთი დაიკარგა მალევე წილოსანი ბურთი დარტყმა კარის მმართველობით და ულამაზესი სევი საბაშალიკაშვილის მხრიდან აჯობა წილოსანს ამ მომენტში კან გადაცემა შემდეგ მაღალი ბურთი დაყიდა ახაიზდან კოლკოლასთან მოთამაშეებს წილოსანი კიდევ ერთი დარტყმა იღებდა ამ დარტყმულს ელიგას მოთამაშეები მეორე საზღვაო ბრძოლა დამარჯვებული დარჩა ამ მომენტში კოლკოლა და სულაძე ძალიან კარგი გაცემა გვაზავაზე იგივე პოზიციიდან დაახლოების ცდილობდა გვაზავა მეორე გოლის გატანეს რომელიც საკმაოდ იდენტური იქნებოდა პირველი გოლის მაგრამ მომენტში უკვე აჯობა
საბაშალიკაშვილმა ეს ბურთი სამოყაშვა რომ ძალიან ძლიერი მოიგერია მეტოქის ნახევარი საერთოდ სპარგლებს გარეთ ბურთი ბერაია აბალ გაცემა ჩაჭრას გაცემა გაზავა ბერაია ბურთი შალიკაშვილი სხილაძე საერთოდ ნახევარზე არის ჯეჯებდელას 4 მოთამაშე სხილაძე მონიციაში გაცემა ბერაია ვერ მიიღო ბურთი გააქცა მოდის სპარგლებს გარეთ დარჩამაც შეგურთით რაია შორეული დარტყმა ჩერნიშოვი თამაშობს ბურთზე და ბურთით რჩება ირაყის სულაძე რომელსაც აქვს საკმაოდ სივრცე გადაცემა ძალიან ცუდი იყო ეს გადაცემა ბურთით არის ბერაია ბოლოს მოიგერია ბურთი ხდება ბოლოს სულაძეს და აუცმავდის ელიგა შაგომურზე ბურთით მარცხენა ფლანგზე გადაცემა სხილაძეზე ვერ იღებს სხილაძე ამომეჩი ბურთს ადირაძე გადაცემა დაიბლოკა ეს გადაცემა წილოსანი ბურთით სულაძე არტყმა კარის მიმართულებით საკმაოდ სახიფათო და შემდგომ გადაუარა ელიგას კარს ბურთმა ტაქტიკური ცვლილება ელიგას მხრიდან მეკარე ტოვებს მოედანს პროფესორი მეორე მეკარე დგება კარში შალიკაშვილი გამოეთამაშებს გარეთ ნახოთ ეს რამდენად უშველის ელიგას ეს განწყობილება საკომურზე ბურთით ახალი გადაცემა შალიკაშვილი იქნებოდა ერმის ბურთი შალიკაშვილამდე სულაძე ბურთით არგი მოძრაობა გადაცემა შემდეგ გაზავაზე არასოდეს ეს გადაცემა აუტი იწურება მეორე ტაიმის მე-19 წუთი ძალიან ცოტა დრო რჩება ელიგას იმისთვის რომ გადაარჩინოს შეხვედრა ბერაია გზელი გადაცემა შალიკაშვილამდე არ მიცეს გადაცემა მოიგერია ყოველს მცველმა ბურთი აუტი საკუთარ ნახევარზე გაათამაშეს აუტი ელიგას მოთამაშეებმა კარზე გადაცემა შემდეგ აქ დაიკარგა ბურთი ელიგას მხრიდან და კვლავ დაჩი ბერაია თამაშობს დაცვაში ძალიან კარგად ბურთით მაინც ყოლა გვაზავა დარტყმა და გავიდა თუ არა გოლი დაუხრება მოიგერია ბურთი მეკარე არ გასულა როგორც ეს არ გადაუკვეთავს კარის ხაზი ბურთს გადაცემა რუსიძე ვერ ახერხებს ბურთზე თამაშ შემდეგ გვაზავა დარჩა ბურთით მოძებნა ნადირაძე მასხა ფლანგზე მარტოა და შბერაცინამდე ჩაუჭა ეს გადაცემა და ჩი ბერაიამ შემდეგ შაკომურზე იგერიებს ბურთს ამიტომი მიიღო ბურთი და გაწყნარა ბურთი საკუთარ საჯარიმოში აჭიანდა ბურთის თამაში შეყვანა წელი გადაცემა გვაზავა ბურთით შაკომურსიძე მოიგერია ბურთი საბოლოო ბურთი არის მაინც ყოლა წილოსანი სულაძეც მოძრაობა კარგი არის დასწრებას აქვს მურსიძე მაინც სულაძე ბურთი დარტყმა აჯობა მეკარემ დარტყმა კარიდან ბოლოს როგორ სულაძეს ხდება ბურთი მაინც შაკომურსიძე აცემა დაჩი ბერაიაზე სხილაძე აქტიურობენ როგორც შეუძლიათ ელიგას გულშემატკივრებს აბა ვნახოთ როგორ დასრულდება ბოლო წუთები ბერაია გზელი გადაცემა დარტყმა კარის მიმართულებით და ძალიან ცოტა დაამტა ამ მომენტში საბაშალიკაშვილს რომ აღედგინა წონასწორობა დღევანდელ შეხვედრაში შუებას ახორციელებს ავსტები კოკა-კოლა არჩენს წყაროდ კაფში სულაძე ბურთით კარგი არის სულაძე ამ მომენტში კარგი მოძრაობა მაგრამ შეუდარებელია და ჩიბერაია დაცვაში წამოიღო ბურთი იგას მეკარემ ამიტომ სხილაძე ბურთით მოძრაობა მეცეთში შემდეგ ურუსიძე დაბალი გადაცემა არ გადის კარგი არის ნადირაძე დაცვაში ბერაია ორი სართულზე ითამაშა ბურთზე და აღდო ბურთი შალიკაშვილი ბურთით ზურგით არის კარისკენ ბოლო წუთი მიმდინარეობს შეხვედრის სხილაძე ბურთით მოძრაობა აჯობა მას
დირაძემ დაყოყარის მართლაც იგერებს ამ დატყმოს ლიგას მეკარე. შემდეგ ძელი გადაცემა, აქ უნდა ყოფილიყო შალიკაშვილი, არ მასზე გადაცემა, ხილაძე ჩამოიღო მუქი იმერის სართულიდან. მეცბურთი მიდის სულაძემდე. სულაძე ძალიან კარგი არის ამ მომენტში. გამოსასების დარღვა არის როგორც ჩანს, აუტირჩება ელიგას. დაჩიბერაია ბურთით. ოტრიგალდა დაჩიბერაია გაექცა მონის ფარგლებს გარეთ ბურთი და აუტი. და ასრულა ფაულმა არდია დროგერის შეხვედრა დასრულდა ანგარიშში 1-0 იმარჯვა დროგერის შეხვედრაში კოკოლა მიუწვდეს გამარჯვება კოკოლას იგი აგრძელებს ეს გუნდი აგრძელებს გაუმარცხებელ სერიას წაუგებელ სერიას ნახევარფინალამდე ნახოთ ვინ იქნება მათი მოწინააღმდეგე ნახევარფინალში ჩვენ კი დაგემშვიდობებით ამ შეხვედრით უსურვოთ ელიგას წარმატება შემდეგ ტურნირზე და ასე უსურვოთ წარმატებების შემდეგ ეტაპზე კოკოლას დროებით